მოგესალმებით ძვირფასო მაყურებელო. მე გახლავთ გიორგი დარასელია, დადგა უშაბათ საღამოს 9:30 რელიგიური საათი. მინდა აუცილებლად მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველნი, რომელიც არიან იქ და არც თუ ისე აი სახარბიელოთ რო იტყვიან, იმიტომ რომ უჭირთ აქაურობის დატოვება უпростоრად და აქაურობაზე ტირიან და აქაურობას განსაცდელი აქვთ ფაქტიურად, მაგრამ დღეს მინდოდა ამ თემით დამეწყო მე და აი თუ რატო და გვენუგეშებინა ისინი და სასულიერო პირისგან უფრო მეტი გაგვეკო ჩვენ და ფიქრობ რომ განსაცდელი ერთ-ერთი თემა იქნება დღეს იმისა რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მივხვდეთ თუ რატომ გვემართება ეს და რატომ ხდება ჩვენს თავზეც, იმიტომ რომ ვისაც დაუკვირდი განსაცდელი მხოლოდ ყველა ადამიანი კაია, მაგრამ განსაკუთრებულად ღვთისკენ ვინც მიილტვის, იმ ადამიანებს ემართება და გვინდა რომ ამასთან დაკავშირებით მოვიწვიეთ მამა საბა დაგლოცეთ. ერთმა დაგლოცოთ, გაიხარით. მამა, გვინდა რომ კითხოთ ესეთი რამ, რომ უამრავი ადამიანი არის განსაცდელში, უამრავი ბრძოლა არის და თუ შეიძლება რომ გითხრათ, რომ აი რატომ ხდება ხოლმე ადამიანის თავს ეს განსაცდელები და როგორ უნდა დავაღწიოთ, ან როგორ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ აი განსაცდელებს ავერიდოთ და როგორ უნდა გაუცლოთ, თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, მოგახსენებთ. განსაცდელი ზოგადად ადამიანის თანამდები არის. ყოველთვის ეს სოდის შედეგია, ყოველთვის ჩვენ ეს ვიცით, იმიტომ რომ ზოგადად მოკლედ შეიძლება ამაზე ესეთი პასუხი გაეცეს, რომ ღმერთს არასოდეს არ ნებავს ადამიანისთვის განსაცდელი. განსაცდელი მოაქვს სოდვას. იმისათვის რომ განსაცდელს თავი არიდოს ადამიანმა, საკმარისია მას სწორად იცხოვროს. განსაცდელი ხდება ღვთის დაშვებით, არსებობს ღვთის ნება და არსებობს ღვთის დაშვება. ღვთის ნება გამოიხატება ძალიან მარტივად, ეს არის ყოველი ადამიანის გაგარჩენა და ყოველი ადამიანის ხონება. ღმერთს ეს სურს, ღმერთს ეს უნდა ყველა ადამიანთან მიმართებაში. რაც შეეხება ღვთის დაშვებას, ეს არის უკვე ისეთი ქმედება ღმერთის მხრიდან, რომელიც შეიძლება მას არ სიამოვნებს და ხშირ შემთხვევაში არ სიამოვნებს, მისთვის ეს სიამოვნების მომგვრელი არ არის, არც ადამიანისთვის, რომელიც თავზეც ეშვება ეს თქვა და ესე თუ ის განსაცდელი, მაგრამ ეს არის ყოველად აუცილებელი ადამიანის გადასარჩენად სულიერად, იმიტომ რომ ჩვენც ესე ვიქცევით ალბათ ხშირ შემთხვევაში, ხო, როდესაც ეხლა გვყავს შვილები, არასოდეს არ უნდა მშობელს რომ შვილს გაუბრაზდეს, არასოდეს არ უნდა რომ შვილს წამოარტყას თავში ან რაღაცა დაკოზე ან რაღაცა ყური აუწიოს, იმიტომ რომ არ უნდა რომ მას ტკივილი მიაყენოს, არ უნდა მშობლისთვის განსაკუთრებით უფრო მეტად მტკივნეულია შვილის წრემლები და შვილის ტკივილი ვიდრე თვითონ შვილისთვის. აქედან გამომდინარე ღმერთს არასოდეს არ სიამოვნებს. ისე როგორც ჩვენ არასოდეს არ გვსიამოვნებს, როცა შვილს უბრაზდებით, მაგრამ უბრაზდებით არა იმიტომ რომ მისთვის თქვა რაღაცა მისი დასჯა მოგწონს და მისი წრემლების ყურება გვსიამოვნებს, არამედ იმისთვის რომ მისთვის სიკეთე გვინდა და მას ეს წაადგება და სოლომონ ბრძენი ამბობს რომ უგუნურიაო ის მამაო, რომელსაც შვილისთვის როზგი ენანებაო. ხშირად საჭიროა რომ გააკეთო ესეთი რამე, რომ თქვათ შვილი თქვათ არ გაირყვნას, არ თავიდან უნდა ისწავლოს, იმან გარჩევა კეთილის და ბოროტის. ცუდს თუ ცუდი არ დავარქვიო, კარგსახელი რა დავარქვაო, ქართულმა კაცმა თქვა და ესეა, თუ იმან თავიდანვე არ ისწავლა და თავიდანვე არ მიხვდა, რომ იმ ცუდის აქცილის გამო შეიძლება დაისაჯოს, ვერ ისწავლის ის გარჩევას, იმ ცუდის და კარგისას, ესე იქცევა ღმერთი ჩვენთან მიმართებაში, რომ როდესაც ჩვენი თავისუფალი ნებით, რომელიც სოდვისკენ გვაქვს მიდრეკილი თითოეულ ჩვენთაგანს თითოეულ ადამიანს ვერ ხვდებით ხშირ შემთხვევაში, რომ არასწორი მიმართულებით მივდივართ, აი ესეთ დროს და ჩვენით როდესაც ვერ ხვდებით, რომ ღმერთისკენ უნდა მოვიხედოთ, ღმერთს რომ მადლობა უნდა გადავუხადოთ ყოველი დღისათვის, რომელსაც გვჩუქნის და გვჩუქნის სიკეთისთვის, სინანულისთვის, ხო, სიყვარულისთვის. როდესაც ადამიანს ეს თავისი ცხოვრება აუცილებელი მოცემულობა გონია და ვერ ხვდება და ვერ აფიქსირებს, რომ მადლიერი უნდა იყოს ღვთისა იმ ყველაფრის გამო, რაც გააჩნია და შესაბამისად ეს მადლიერება საქმეში უნდა გამოხატოს და თავისი მხრიდან უნდა ეცადოს, რომ კეთილად და ქრისტიანულად იცხოვროს და პირიქით მიიდრიკება მაქსიმალურად ცოდებისაკენ, აი ესეთ დროს ხდება ღვთის დაშვებით, რომელზეც ზემოთ მოგახსენებდით, განსაცდელი. ანუ განსაცდელის არსი რა არის? განსაცდელი
ჩვენ ვიცით რომ ბოროტი ებრძვის ადამიანს, ყოველ ადამიანს, ხო? ღმერთი არასოდეს იმაზე მეტად არ უშვებს ბოროტს ადამიანამდე, რომ მანის გაჭლიტოს, გასრისოს, პირიქით უშვებს იქამდე, რომ მისი ნება გამოიცადოს, თავისი სიმდაბლე დაინახოს, თავისი სისუსტე დაინახოს და ღმერთ შეღაღადოს თხოვნით და ღმერთ შეღაღადოს საშველად უფალო შემიწალე ამოუშვოს პირიდან და აი ამისთვის ხდება ჩემო ძვირფასებო განსაცდელის დაშვება, იმიტომ რომ განსაცდელი თავისთავად არის საკურნებელი. ადრეც გვიხსენებია ეს, რომ განსაცდელი ეს არის ლანცეტი ღვთის ხელში, როდესაც თერაპიული მეთოდი აღარ ამართლებს და უკვე უძლურია ადამიანის გამოსახსნელა, წამალი რო აღარ შველის, ტაბლეტი იქნება თუ ნემსი იქნება, უკვე იძულებულია ღმერთი, რომ ქირურგიული ჭარბა მოახდინოს ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც აუცილებლად კინეულია. ეს არის განსაცდელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს აუცილებლად, ეხლა უცხოეთში მცხოვრები ახსენე გიორგი შენ და რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ მათთვის განსაკუთრებული ტკივილია, როდესაც სამშობლოდან მოშორებულნი არიან ისინი და ხედავენ ჯერ პირადი საკუთარი ტკივილები აქვს და საკუთარი განსაცდელი აქვს, ეხლა რომელიც თითოეულ ადამიანს თავისი აქვს, ხო და ამ ყველაფერს ემატება კიდევ შორს ყოფნა სამშობლოსაგან და ეს კიდევ უფრო აძლიერებს მაგ ტკივილებს. თუმცა ერთი მხრივ საკურნებელიც არის გარკვეულწილად, იმიტომ რომ მე მინახავს პირადად და მყავს მეგობრები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრების დროს, რომლებმაც უკეთ გაიგეს საკუთარი ქვეყნის ფასი და საკუთარი ქვეყნის სიყვარული. და დღეს ისინი, აი, რა ვიცი, ხა ქუდი რო შეუგდო ნებისმიერ ქვეყანაში, წამოსაღებად აღარ წავლენ. იმდენად ენატრებოდათ იქ ყოფნის დროს საქართველოს სამშობლო, იმდენად შეიყვარეს და მე დღეს უსმენ მაცადღი ძელოეს, რომელსაც სუფრაზე წარმოთქვამენ ხოლმე ისეთი გულით და ისეთი სიყვარულით დამჯერეთ, რომ აქ მცხოვრები ადამიანი, რომელსაც აი ეს ნოსტალგია არ გამოუცდია სამშობლოდან მოშორებულად ყოფნისა, ვერ წარმოთქვამს და ვერ იტყვის ამ საბეგძელოს ვერასოდეს, როგორც ისინი ამბობენ, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და განსაცდელი ასეა, რომ თავდება მაშინ, როდესაც ადამიანი მიხვდება რისთვის იყო დაშვებული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, განსაცდელი ხდება ადამიანის დასამდაბლებლად. თავის დროზე ანტონი დიდმა ერთ-ერთმა ფუძემდებელმა და პირველმა ფუძემდებელმა მეუდაბნოე ცხოვრებისა ხილვაში იხილა დედამიწა, რომელსაც გარშემო ჰქონდა უწვრილესი შავი ბადე შემორტყმული და შეეშინდა ძალიან და რა ბადეაო ესო იკითხა ანგელოზს. ანგელოზმა უპასუხა, ეს არის ბადე, რომელიც ეშმაკს აქვს შემოხლართული მთელს სამყაროზე, მთელს დედამიწაზეო. ნუ თუ შესაძლებელიაო, ანტონი დიდმა იკითხა მერე, რომ რომელიმე ადამიანი ამ ბადეს დაუსხლტესო და მოისმა პასუხი, მხოლოდ თავმდაბალიო. ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ თავმდაბლობა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც შენდება ადამიანის სული შენობა და შესაბამისად თავმდაბლობა არის ის ყინული, რომელზეც ვერასოდეს ვერ მოიკიდებს ფეხს ეშმაკი. ყოველთვის დასხლტება, ყოველთვის დასრიალდება და ყოველთვის გამარჯვებული დარჩება თავმდაბალი ადამიანი. თავმდაბალი ადამიანი არასოდეს არ გაამაღლდება, არასოდეს საკუთარ თავს არ მიაწერს არანაირ წარმატებას, სულიერს იქნება თუ მატერიალურს, ყოველთვის იცის მან, რომ რაც გააჩნია, ვინც ყავს და რაც გააჩნია, ყველაფერი ღვთისმადლია, საკუთარი ნიჭებიდან, საკუთარი სიცოცხლიდან დაწყებული და შესაბამისად ყოველთვის მისი პოზიცია, მადლიერი ადამიანის პოზიცია ღმერთის მიმართ, საკუთარი შემოქმედის მიმართ, არასოდეს ესეთი ადამიანი, თავმდაბალი ადამიანი არ მიაწერს საკუთარ თავს არანაირ სიკეთეს და შესაბამისად განსაცდელიც მის თავზე ნაკლებად ეშვება. იმიტომ რომ არ არის ამის საჭიროება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ღმერთი არ არის ტირანი, ღმერთი არ არის ჩაგვრელი და მას ადამიანის ტკივილი არ სიამოვნებს. როდესაც არ არის ამისი საჭიროება და აუცილებლობა და ადამიანი ისედაც თავისით დაბალია და სწორი ხედვა აქვს სულიერი და იცის, რომ რაც გააჩნია ყველაფერი ღვთისაგან აქვს და მადლობელია ღვთისა ყველაფრისთვის და ცდილობსო წმინდად და ღვთის საქმით იცხოვროს და სიმდაბლეში წარემატოს, ესეთ ადამიანზე განსაცდელი არ მოდის და ჩემო ძვირფასებო, თუ კი განსაცდელი მოდის თქვენზე, გახსოვდეთ, რომ სიმდაბლისკენ მოიმართეთ, იმიტომ რომ ამისთვის არის დაშვებული განსაცდელი და აუცილებლად შეძლებთ თქვენ თვითონ, რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ოღონდ ღვთისკენ მიიხედეთ, ოღონდ ეკლესიას მიმართეთ, ოღონდ აუცილებლად
იცხოვრეთ ეკლესიური ცხოვრებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანის გამსმენია მე რომ აი მამო ცუდს არავის არ უკეთებ, არავისთვის ცუდი არ მინდა, კაცი მე არ მომიკლავს, არავისთვის არაფერი წამირთმევია, ყოველთვის სიკეთეს ვცდილობ გავაკეთო, ვიფიქრო და თუ არ არის ეს საკმარისი იმისათვის, რომ მე კარგი ადამიანი მე რქვას და მე ესეთი ღმერთს უყვარდე. კი, ჩემო კარგო, ღმერთს უყვარხარ ესეთი როგორიც ხარ. უფრო მეცაც გეტყვი, ღმერთს ყველაზე უკიდურესი ცოდვილიც კი უყვარს, მაგრამ ღვთის სიყვარული მხოლოდ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანი გადარჩეს. ამისათვის აუცილებელია მისი შემხვედრი კეთილი ნება. ხშირად ამ ტელევიზიითაც ხშირად გახმოვანებულა ეს სხვადასხვა მამების მიერ და ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქიც ხშირად ამბობს ამას, რომ ადამიანის გადასარჩენად აუცილებელია ორი ნების თანხვედრა, ეს არის ღვთის ნება და ადამიანის ნება. ღმერთს ყოველთვის სურს ადამიანის გადარჩენა, ღმერთს ყოველთვის სურს, რომ ადამიანი სიმართლისკენ იყურებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანი ხშირად ამას არ აკეთებს თვითონ თავისი ნებით. ადამიანი მე ამას ხშირად ვიმეორებ ხოლმე და მიყვარს ძალიან ამის თქმა, რომ თუ ადამიანმა თვითონ არ გაიაზრა და გააცნობიერა, რომ ქრისტე მისთვის ეცვა პირადად ჯვარს, ისე მისი ხსნა შეუძლებელია. მადლობა მამაო, ძალიან დიდი ხანია ზარი გველოდება, რაღაც შევეცდებით შემდეგში ცოტა ისე გისმენთ მამაო, დამლოცეთ მეორე თემური მამაო, ძალიან ერთმა დაგლოცო, თუ შეიძლება ცოტა ხმა ამაღლა რომ კარგად ის. ძალიან მისამონა თქვენი შეუფერი მამა, გმირთმაშ გააგებინოს იცით ყველა სულამდე მიიტანოს ის რის თქმაც თქვენ გნებავთ და გინდათ. მე ძალიან მაღალებში იცით ადამიანების ესეთი გამხატული აგრესიულობა, ისინი დღეს მინდოდა რაღაც გადაცემაში დაეკვა, რაღაც მომენტში უსმენდი გადაცემას. ქალბატონო, ის მაინტერესებს კითხვა რა. რომ ერთ ლოყას უფალმა დაგვიბარა, რომ ერთ ლოყას რო გავერტო მეორე მიუშირო და ესე პირიქით ხდება, იცით, არა მე ეს დაგროვილი ეს ამ ბოლო ხანებში გაწუხებ თუ სულ გაწუხებდათ ქალბატონო? იცით რა არის, რაღაც ცხოვრებაში მე პატარა არა ვარ, 60 წელი გავიარე და ბევრი რაღაცა მინახავს, მაგრამ მაინც ამ ბოლო დროს დაგროვილ ბოღმას რატო წინა დროს ცოტა ადრე დროს ქალბატონო თქვენ არ გაწუხებდათ? ჩვენ გვაქვს უფლება რწმენაში უფრო მეტად მოვიდეთ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. უფრო მადლობა, ძალიან დიდი. ისე რაღაც სუპოლიტიკურ კითხვებზე რეკავს ხოლმე ეს ქალბატონი და მე რა ვიცი, ის წინა დროს რაც ხდებოდა, ის არ აღელვებდა და ეხლა აღელვებს ხოლმე და ძალიან სამწუხაროა ქალბატონო, აი თქვენც უნდა დაინახოთ მაშინ საიდან სად და რა მოხდა. რა ვიცი. მე სამწუხაროდ არ ვიცი ეხლა არ ვიცი, შეიძლება შენ უკეთესად იცი გიორგი, ეხლა მე პირველად მოусმინე ამ ქალბატონს, მე სამწუხაროდ ვერ გავიგე, რას გულისხმობდა თქვა, რისი თქმა უნდა და ეხლა თვითონ თემა ის რომ რაც უფალმა თქვა რომ ერთ ლოყაში რო გავერტყავენ მეორე მიუშვირო ეს სავსებით ნათელია და ცხადიანების მე ქრისტიანისათვის რასაც გულისხმობს ეს მომენტი, იმიტომ რომ ეს თვითონ უფალმა განახორციელა, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება რომ ბოროტებით არასოდეს არ ინკურნება. ერთადერთი გზა და საშუალება, რომელიც შეუძლია რომ წინაღუდგეს ბოროტს, ეს არის სიყვარული. სიყვარული არის ის უებარი საშუალება, რომლითაც ნებისმიერი ბოროტება იკურნება, რომლის წინაშეც იმსხრევა ბოროტება. თქვენ რა გონიათ, რატომ ეშინია ეშმაკს უფლისა, იმიტომ რომ უფალი სიყვარულია. რითი შეძლო უფალმა სიკვდილის დამარცხება. სიმდაბლით შემოკარგება, სწორედ ამაზე ვლაპარაკობდით ახლა. სიყვარულით, შენდობით, გაიხსენეთ ბოლო სიტყვები უფლისა, როდესაც ჯვარზე გაკრული რას ევედრება მამას. ბრბოს უყურებს, რომელმაც ჯვარზე გააკრა, რომელმაც წყალიც კი არ მიაწყვდა, ესეც კი ვერ გაიმეტა საკუთარი მხსნელისათვის და ძმარში გაზავებული ნაღველი ცავსე ღრუბელი მიაწოდა უფალს დასალევად, ჯვარზე გაკრულს მომაკვდავს. ესეთი გაბოროტებული ბრბოს მიმართ ღმერთი არ ბოროტდება, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ობიექტური მიზეზი ჰქონდა მათ დასაჯელად ღმერთს და ისევ ამაღლდება მათ ცოდვებზე ღმერთკაცი იესო ქრისტე და მამას თხოვს რომ აპატიე მამო არ იციან რას აკეთებენ. აი ძალა ჩემო ძვირფასებო, რომელიც ბოროტებას ამარცხებს. ამას აკეთებს ჩვენი პატრიარქიც, ამისკენ მოგვიწოდებს თითოეულ ჩვენთაგანს და ეს არის ამას აკეთებდა ყოველი მოციქული, ყოველი წმინდანი. ერთადერთი გზა და ეს უბრალოდ სიმბოლური ფორმულაა,
როდესაც ერთ ლოღაში გაგარტყავენ რომ მეორე მიუშურო, ეს უბრალოდ ფორმულაში გამოხატულია, რომ ბოროტებას ბოროტებით არ უნდა შეეწინააღმდეგო, ამით მხოლოდ გამრავლდება ბოროტება. თუ გინდა რომ ის დაიმსხვრეს, იმას აუცილებლად სიყვარული, შენდობა და მიტევება უნდა დაუხვედრო. ასეა. მადლობა. მამო, აი ამასთან დაკავშირებით მინდა რომ არა მარტო ის რომ რაღაც ისეთი განსაცდელები, არამედ ბევრ ადამიანს აწუხებს ის რომ ზოგს რაღაცა სნეული ხდება, ზოგი რაღაც სავარძეს მიეჯაჭვება, ზოგი ლოგინა თუ ამრავი ადამიანი უყურებს. აი უსინათლო დამირეკა ამას წინა და აი რატომ ხდება სიტყვაზე ესე თუ შეგიძლიაო რომ კითხო მამაოსო, რომ აი რატომ ხდება ჩვენზე ეს და განსაკუთრებულად გამორჩეულები ვარ თუ აი რატომ ხდება ხოლმე ადამიანზე ეს, იმიტომ რომ უბრალოდ ფიზიკურად უჭირთ ხოლმე ამის გადატანა და ზოგი შეიძლება ამ მომენტში რაღაცა ძლიოს ძალამ და პირიქით გააბოროტოს, ხო? კი. და თუ შეიძლება რომ ეს აუხსნათ იმ ადამიანებს, ვისაც ეს პრობლემა აქვს, რომ აი რატომ რო უსმევს თავის თავს, იმიტომ ძალიან ძნელი ხა მე დამირიგებია ხოლმე, მაგრამ ბოლოს უთხრიათ ხოლმე ჩემთვის რომ ეთყობა იმის ძალა რო არ მყოფნის, ესე სხვაზეო რო არიგებო, კიო, ადვილია და იოლია, მაგრამ აი საკუთარ თავზე რო გამოცდიო, მე უკვე ესე ვერ ილაპარაკებო და ხშირად აი სხვა ცოდვის მიმართაც ყოველთვის დამირიგებია და პირიქით მეც რომ მომსვლია, მე მართლა ვერ ამიტანია და მე მიხვდარ ვარ რომ ის ადამიანი რამდენად ისაა და რატომ ხდება თუ შეიძლება ეს და რატომ უშვებს უფალი ამას რომ აი ბევრ ადამიანს ესეთი რაღაცა ჭირს და ემართება. დიდი მადლობა. კი, ჩემო კარგო, კი, გიორგი, უბრალოდ ეს ისე ფაქტიურად უბრალოდ შევეცდები, რომ ცოტა სხვა კუთხიდან შევხედე ყველაფერს, იმიტომ რომ თავიდანვე ვთქვი ჩვენ და კიდევ შემიძლია გავემეორო, რომ ზოგადად ქრისტიანის ცხოვრებისეული პრობლემატიკა აი ამ თემას უკავშირდება, აი ამ განსაცდელებს, აი ამ განსაცდელის მერე ძლევის მექანიზმს, როგორ უნდა შეხედოს ადამიანმა მასე დაშვებულ განსაცდელს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, მე თვითონაც ყავს ესეთი ახლობლები, მეგობრები, ნაცნობები, რომლებიც ზოგი ლოგინს არის მიჯაჭვული, რომელსაც ზოგს თქვათ თვალის სინათლე არ აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზოგს შვილი ყავს გარდაცვლილი, ერთადერთი სხვათა შორის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, არასოდეს ამ დროს ადამიანმა ესეთი მენტორული ტონით არ უნდა დაუწყოს იმას ახსნა და განმარტება, რომ მართალაც გიორგი, იმიტომ რომ ძნელია და ეხა სხვის სიჭირიღობის ჭირიო ნათქვამია ძალიან ადვილია, სხვის ომში იყო ბრძენი, მაგრამ როდესაც საკუთარი ომი გაქვს და საკუთარი განსაცდელი, აი იქ ჩანს მე უკვე შენი ვაჟკაცობა და შენი სიძლიერე. მაგრამ თუმცაღა ერთი მამა ამბობს, ალექსანდრე ელჩანინოვი, რომელიც მე ძალიან მიყვარს. ესეთი მოკლე სენტენციები აქვს თავის ადღიურულ ჩანაწერებში დატოვილი რა და იქ კითხულობს ესეთ კითხვას სვავს და თვითონვე პასუხობს. როგორ ვანუგეშოთ მტირალიო, ვიტიროთ მასთან ერთად. ეს არის საუკეთესო ნუგეში მტირალი ადამიანისათვის. და ბევრი მამისგან მინახავს და მომისმენია და წამიკითხავს მე მსგავსი ჭეშმარიტება რა და ეს ნამდვილად ასეა. თუმცა ჩემო კარგებო, ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. მე თვითონ ვცდილობ, რომ პრაქტიკაში განვახორციელოს ყველაფერი, იმიტომ რომ მე თვითონ მღვდელი გახლავარ და ჩემთანაც ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი მოდის, ძალიან ბევრი დიდი და მტკივნეული განსაცდელით დამძიმებული და პირველი რასაც ვაკეთებ, ჩემი მხრიდან ეს არის ყოველთვის თანაგრძნობა ესეთი ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ ადამიანს, რომელსაც ტკივა უპირველეს ყოვლისა რაც ჭირდება, ეს არის თანაგრძნობა. მან უნდა იქცნოს, რომ მისი ტკივილი სხვასაც ტკივა და სხვასაც ესმის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის საწყისი. და აი როდესაც ერთად ვიტირებთ და როდესაც ის ადამიანი მიხვდება, რომ მისი ტკივილი უკვე გაზიარებულია სხვის მიერ და როდესაც შემსუბუქდება, ნათქვამია ესე ლამაზად, რომ გაზიარებული ტკივილი უკვე ნახევარი ტკივილიაო. აი შემდეგ უკვე ვცდილობთ, რომ იმ გამოსავლებზე და იმ გზებზე ვისაუბროთ, რომელიც გამოიყვანს იმ ადამიანის მდგომარეობიდან და შემდეგ ყოველთვის ისევ ჩემი მიზანი და ნებისმიერი სასულიერო პირისა და უფლისა ზოგადად ყოველ ადამიანთან მიმართებაში ისევ და ისევ ის არის, რომ აი ამ განსაცდელით დააფიქროს, კი შეიძლება შენ მთელი ცხოვრებაც მიეჯაჭვო ლოგინს. დღეს იყო ჩემთან მოსული ზუსტად ერთ-ერთი მამა, რომელსაც შვილი გარდაეცვალა, რომელმაც სიცოცხლე დაასრულა ბოლოს თვითმკვლელობით. და ჩემო ძვირფასებო, ძალიან ძნელია რომ ანუგეშო ესეთი მამა, ძალიან ძნელია რომ ანუგეშო ესეთი დედა. ძალიან რთულია, მაგრამ გახსოვდეთ ყოველთვის რა, რომ
და ხშირ შემთხვევაში თვითონ მშობელზე ეშვება მე კიდე უფრო მეტი განსასწრელი და მე თვითონ მშობელს აქვს ხოლმე იგივე ბრძოლები და ეშმაკი ერთხელ გატკეპილი და გათელილი გზით ცდილობს მე რომ ის მშობელსაც შეუტიოს და იმასაც იგივე ცოდით მოვაკვლევინოს თავი. არავითარ შემთხვევაში ჩემო ძვირფასებო გახსოვდეთ რომ თქვენ სჭირდებით თქვენს დაღუპულ ახლობელსაც და თქვენი თავისთვისაც ეს ყოველად აუცილებელი და ყოველად მნიშვნელოვანია რომ სწორად შეხედოთ თქვენს პრობლემას და გახსოვდეთ რომ ყოველთვის არსებობენ ადამიანები რომლებიც გაცილებით მძიმე მდგომარეობაში არიან ვიდრე თქვენ ხართ გაცილებით უფრო უჭირთ ვიდრე თქვენ ხართ და ეს ბედნიერების ერთ-ერთი პატარა საიდუმლოც არის რომ ყოველთვის შეადარო შენი თავი იმას ვისაც შენზე მეტად უჭირს თუ გაიხედავ და გამოიხედავ მერწმუნეთ რომ ესეთ ბევრ ადამიანს ნახავთ გაცილებით მეც ნახავთ ისეც ვინც თქვენზე უარეს დღეშია ვიდრე ისეც ვინც თქვენზე უკეთესად არის და ორიენტირი აიღეთ სწორედ ესეთ ადამიანებზე და ყოველთვის მადლიერნი იქნებით ღვთისა შეიძლება შენ დღეს ფეხები წაგირთვა შეიძლება დღეს შენ თვალის სინათლე არ აქვს მაგრამ სამაგიეროდ ყავს ახლობელი და გულშემატკივარი ადამიანები და ყოველთვის გახსოვდეს რომ შეიძლება ვიღაცას ესეც არ აყავს და იმასთან შედარებით ბედნიერად იგრძენი თავი ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ხედვა ადამიანის სწორი დამოკიდებულება განსაცდელის დასაძლევად და სწორად გადასალახად რატომ ქვია მამა ამ ყველაფერს ღვთის წყალობას ეძახიან ხოლმე ადამიანზე აი ზარი არის და თუ შეიძლება ამას თუ იტყვით და მე ზარ შემოუშვებ კი ბატონო მაშინ ზარ შემოუშვებ კი გენიც თქვენ როგორც ბრძანა ჩემ სულეთი იყოს ჯერ ზარს უპასუხოთ მაშინ რო არ გეუბნებს ისმენთ საღამოშიდობისად გამარჯობა მამა სულ მაწუხებს ეს კითხვა და ძალიან ბევრჯერ ვკითხულობ სხვათანაც ხომ არსებობს ადამიანის წინასწარ განსაზღვრული მედიწერა რომელიც როგორც მოდის ამ ქვეყნად აწერია წინასწარ მისი ცხოვრების ყველა დეტალები თუმცა აქ დავითთან ხარ მოურავი გამოდის ხოლმე და ის სტატიკად მეტი ნახდება რომ ღმერთმაო ადამიანი რო დაბადა მას მისცა უფლება მართოს თავის ცხოვრებაო თავისნება მისცა მაგრამ თუ თავისნება მისცა მაგალითად ვეროცა ჩემი ცხოვრების ბედი არ მომწონს და ვიტანჯები აბა რატომ თავს თუ მოვიკლავ რატომ უნდა მოხდე ჯოჯოხეთში ხომ აქ მე ჩემი უფლება ჩემი ნება ღმერთისგან მოცემული ძალიან გთხოვთ მამაო მიპასუხე მე ღრმად დარწმუნებული ვარ რომ მაინც არსებობს კენასარ წერა ყველა ადამიანს თავის ბედის წერა მადლობთ ქალბატონო შეკითხვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მე მგონი ხო გიორგი იმიტომ რომ ბევრს აწუხებს ეს საკითხი შევეცდები გიპასუხოთ ქალბატონო ის რომ ღმერთმა მე წინასწარ მინდა გითხრათ რომ თქვენ ცდებით როდესაც ფიქრობთ რომ განსაზღვრული ადამიანის ცხოვრება და მე გეტყვით თუმცა არსებობენ მსოფლმხედველობები და რელიგიური მიმდინარეობები რომლებიც ფიქრობენ რომ ეს ყველაფერი სწორედ ისეა როგორც თქვენ ბრძანებთ განსაზღვრული წინასწარ არსებობს კარმის კანონი მათ მიერ შემოღებული და თქვათ ესეთი მოფიქრებული რაღაცა სხვა კარმა ეწოდება ადამიანს ერთ ცხოვრებას იმათი გაგებით და ის ინთვლიან რომ არსებობს სხვადასხვა რეინკარნაცია ანუ ხშირად მოდის ადამიანი ამ ქვეყანაზე და აი ამ კარმების სწორად და ზნეობრივად გავლის შემთხვევაში კარმა უფრო სუფთავდება, შემდეგ უფრო და უფრო დახვეწილად ცდილობს რომ იცხოვროს და საბოლოო ჯამში მიზანი არის ის რომ განთავისუფლდეს სანსარას ბორბალის წრებრუნვიდან და გახდეს ბუდა, ანუ გასხიოსნებული, ანუ აღარ დაექვემდებაროს აი ამ ცვალებადობის კანონს. ეს არის ძალიან დიდი სიმცდარე ჩემო ძვირფასებო, ეს ეფუძნება დუალისტურ თეორიას, ეს ეფუძნება თეორიას იმის შესახებ, რომ სამყაროს ორი საწყისი აქვს, კეთილი და ბოროტი და ასე ეს ყველაფერი ძალიან დიდი დაბნეულობა. მე მინდა გითხრათ ეხა ქრისტიანული ხედვა ამ ყველაფერთან დაკავშირებით ქალბატონო, ძალიან დიდი თემა, უბრალოდ შევეცდები რომ ძალიან მოკლედ გიპასუხოთ. ეხლა მომენტო დრო აქვს ის. ბატონო? დრო არის ცოტა და იმდა ხო, მეც, ხო, კი, გიორგი, კი ჩემო ხო და ბევრზარ შემოვა. დიახ, ხო და სანამ ზარი არ არის ვისარგებლებ და ვიტყვი რომ ივანე ოქროპირს აქვს ესეთი საოცარი ქადაგება ამასთან დაკავშირებით და ამბობს ესეთ ჩვენთვის ძალიან სამუგესო სიტყვებს. ის რომ ღმერთმა იცის ჩვენი მომავალი არ ნიშნავს იმას რომ მან ეს ასე განსაზღვრა. ჩემო ძვირფასო ქალბატონო,
და ყველა ადამიანს მიმართავ, ვისაც ეს აინტერესებს და მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი. არამედ ეს არის იმის გამო, რომ ღმერთს თვისება აქვს ჩვენგან განსხვავებით, რომ დაინახოს მომავალი. ღმერთმა იცის ჩვენი მომავალი. ჩვენ ვკითხავთ, ჩვენ 10 წუთის მერე რა მოხდება, ისიც კი არ ვიცით. ჩვენთვის მოცემული არის ვიცოდეთ, გვახსოვდეს წარსული და ხედავდეთ აწმყოს, რაც ხდება აი ეხლა, ამ წუთში, ამჟამად. 10 წუთის კი არა, 1 წუთის მერეც კი არ ვიცით რა მოხდება. მაგრამ ის ხომ მოხდება. ჩვენ გუშინაც არ ვიცოდით რა მოხდებოდა ვთქვათ დღეს, მაგრამ გუშინდელმა დღემ ხომ ჩაიარა. შეეცადეთ ქალბატონო, რომ ღმერთს ნუ შეხედავთ ადამიანური გადმოსახედიდან და ადამიანური საზომით ნუ განშით. ღმერთს თვისება აქვს ადამიანისაგან, ქმნილებისაგან განსხვავებით, რომ მომავალსაც ისევე ხედავს, როგორც ჩვენ აწმყოს ხედავთ და როგორც ჩვენში წარსულის მეხსიერება არსებობს. ღმერთი ხედავს ამ ყველაფერს, ღმერთი არაზროვნებს ისეთი კატეგორიებით, როგორიც არის წარსული, აწმყო და მომავალი. ღმერთი არ ცხოვრობს ჩვენგან განსხვავებით დროში, ჩემოძილფასო. ღმერთისთვის ყველაფერი ერთმთლიანი აწმყოა. ღმერთისთვის ყველაფერი დასრულებულია, ღმერთისთვის ყველაფერი მომხდარია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს შეეცადეთ რომ გაიგოთ, არ არის ეს ადვილი ადამიანისთვის გასაგებად, შეეცადეთ რწმენით მიიღოთ ეს ყველაფერი, ეს ადამიანური ლოგიკა ამის გასაგებად უძლურია. ღმერთმა იცის მომავალი, განსაზღვრა მან, უბრალოდ დაინახა მან წინასწარ, ხვალ მე ჩემივე თავისუფალინებით რა არჩევანს გავაკეთებ, საით წავალ, ეს მან იცის, მე არ ვიცი, მაგრამ მან იცის. აქედან გამომდინარე იცის მან ჩემი მომავალი და აქედან გამომდინარე ისე რომ ჩემი როგორც ადამიანის და მის მიერ თავისუფლად შექმნილი ქმნილების ყველაზე ძვირფასი ღირებულება თავისუფალი ნება არ შეილახოს, ცდილობს რომ აი ამ პატარ-პატარა განსაცდელების დაშვებით, ყურის აწევით იქიდან აქედან კორექციები შეიტანოს, რომ აგვაცილოს რაღაცა დიდ ცოდვას, დიდ შეცდომას, დიდ განსაცდელს. ეს არის და ეს ჩემოძვირფასო, თორემ მეტი არაფერი. ღმერთი ცდილობს დაგვანახოს გზა ჭეშმარიტი, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევანი ისევ ჩვენზეა. დამოკიდებული და თქვენ ბრძანეთ რომ რატომ ხდებაო, რომ მაშინ ჯოჯოხეთს რო იმსახურებს ადამიანიო, თითქოს ამაში ერთგვარი ღვთის დადანაშაულება გამოსჭუეს თვითონ ამ შეკითხვაში და ესე არ არის ჩემო კარგო, იმიტომ რომ ჭეშმარიტად ყოველი ადამიანი თავისი თავისუფალი ნებით განაპირობებს მის საბოლოო ხვედრს. შენი არჩევანის მიხედვით ცხუნდები და შენი არჩევანის მიხედვითვე წარწმუნდები, თუ კი წარწმუნდები ღმერთმა დაგიფაროთ ყველანი ამისაგან. იმიტომ რომ ყოველთვის ადამიანი ყოველ წუთს და ყოველ წამს თავისი ცხოვრების ნებისმიერ მომენტში თავის შეგნებულ არჩევანს აკეთებს. ღმერთმა კი მხოლოდ იცის, დანახული აქვს და იმიტომ და არა იმიტომ კიდევ ერთხელ გეტყვით რომ მან ესე დაწერა და ესე განსაზღვრა რომ ამ ადამიანმა აი ამ სქემით უნდა იცხოვროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა ჩემო კარგო, არ მოტყუდეთ და არ გეგონოთ, ეს არის ძალიან დიდი სიმცდარე. თქვენ თვითონ განაგებთ თქვენს ცხოვრებას. შესაბამისად, თქვენ თვითონ აკეთებთ ყოველ წუთს და ყოველ წამს არჩევანს და შესაბამისად თქვენით დაიმსახურებთ იმას, რაც მე მოგეგებათ საბოლოოდ. არ ვიცი რამდენად შევძელი და რამდენად ესე მოკლედ მოვახერხერო თქვენთვის პასუხი გამიცე. ხომ არის ისე რომ რაღაც ეშმაკმა მოიგონა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ადამიანი გახდეს პასიური. მოდი რა ნამდვილად ასეა, ნამდვილად ასეა. არის და ვიცოდი აქ და როგორც ბედი არის ისე იყოს. დიახ, ჩემო კარგო, ნამდვილად ასეა გიო. ბევრ ამას შეგიშლის ხომ ხელს. რასაკვირველი ესე მით უმეტეს, როდესაც ადამიანმა იცის ბჭყალებში რასაკვირველია და ფიქრობს ესე რომ თქვა მერეც იცხოვრებს, მერე კიდე იცხოვრებს და ის სწორედ ძალიან თქვენ რომ ის ნამდვილად რომ პასიურია, იმიტომ რომ ის არ ცდილობს რომ მაქსიმუმი გააკეთოს. და როდესაც ადამიანმა იცის და კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო რომ ეს არის სწორედ სწორი ხედვა ცხოვრებისა და ჭეშმარიტებისა, რომ ერთი ცხოვრება აქვს ბოძებული. ნათლად წერია წმინდა წერილში, რომ წინა უც კაცსა ერთ გზის სიკვდილი და მისა შემდგომად სასჯელიო. არანაირი სხვა ცხოვრება აღარ იქნება, ჩემო ძვირფასებო, სხვა ცხოვრება იქნება უკვე საყოველთაო განახლების, საყოველთაო განჯის შემდეგ, როდესაც უკვე მარადიული სასუფეველი დამკვიდრდება უფალთან ერთად, მანამდე არ დაიჯეროდა არავინ არ მოგატყუოთ, რომ მეორედ მოხვალ და მესამე და მეხუთე. ერთი ცხოვრება გაქვთ მოცემული ღვთისაგან და ამ ერთი ცხოვრების განმავლობაში მაქსიმალურად უნდა მოასწროთ, რომ დაიხარჯოთ.
მაქსიმალური უნდა გააკეთოთ შემოკარგება, ყველაფერი უნდა გააკეთოთ და გაიხსენეთ და გახსოვდეთ უფლის მოწოდება. იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამայի თქვენი ზეცათა ის სრულ არის. ეს მოწოდება არ არის შერჩევითობის პრინციპით. ყოველ ადამიანს, ყოველ ქმნილებას, ღვთისაგან შექმნილს, რა თქმა უნდა, გონიერ ქმნილებას გულისხმობ, ყოველ ადამიანს ეხება თანაბრად. შესაბამისად, ყოველ ადამიანს მისი შესაძლებლობების მიხედვით შეუძლია რომ ეს ღვთის მოწოდება აღასრულოს. ვისაც რამდენი მიეცა, იმის და მიხედვით. ვიღაცას 3 ტალანტი მიეცა, ვიღაცას 1 ტალანტი მიეცა, ვიღაცას 5 მიეცა. ვისაც 1 მიეცა, იმას არ მოსთხოვს ღმერთი რომ 4 დამიბრუნეო, ან 10-ო. იმიტომ რომ ღმერთი უსამართლო არ არის შემოკარგება, იმას მოსთხოვს ღმერთი რომ მან 2 დაუბრუნოს. ვისაც 2 მისცა, იმას არ მოსთხოვს რომ 10 დამიბრუნეო და არც 1-ით არ დაკმაყოფილდება ან 2-ით. იმიტომ რომ ვისაც 2 მიეცა, იმას მოეთხოვება 4 დაუბრუნოს უფალს. ანუ აქ გამოიხატება ის რომ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გთხოვს უფალი და არავითარ შემთხვევაში მინიმუმით არ უნდა დაკმაყოფილდე. პავლე მოციქული ნათლად ამბობს, როდესაცო სირბილში ეჯიბრებიან ერთმანეთსო, ყველა დარბისო, მაგრამ გვირგვინსო დაფნისასო მხოლოდ 1 იღებსო. ყოველთვის ის 1 უნდა გინდოდეთ რომ იყოთ ჩემო ძვირფასებო. ეს არის ქრისტიანობა, ეს არის ქრისტიანის ცხოვრების წესი. რომ ყოველი მათგანი უნდა იბრძოდეთ გამარჯვებისათვის. და ეს გამარჯვება იმას კი არ ნიშნავს რომ ვიღაცას აჯობო, არა, ყოველ ჩვენთაგან საერთო ორიენტირი გვყავს, ეს არის უფალი ჩვენი ჯვარცმული იესო ქრისტე, ჩვენთვის ჯვარცმული. და ეს არის ჩვენი მაგალითი, ჩვენი მიზანი, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ბედნიერება, ჩვენი სიხარულის წყარო, ჩვენი სიქადული რომ გვყავს ჩვენი უფალი და ერთ რამესაც ვიტყვი და ვისარგებლებ სანამ ზარი იქნება რომ ხშირად მოდიან ჩემთან ამ ბოლო დროს მომიწია სწორედ რამოდენიმეჯერ ხდება ამასთან დაკავშირებით ტაძარში რომ იყო ჩემთან მოსული ერთი ჩემი სულიერი შვილი საკმაოდ ჭკვიანი და განათლებული ახალგაზრდა ყმაწვილია რომელიც საკმაოდ ბევრს კითხულობს თუ კი რამე საკითხვა შეიძლება კითხულობს და ძალიან სწრაფად კითხულობს და შემომჩივლა რომ მამაო ღმერთი ვერ მიყვარსო ისე როგორც საჭიროა არ მიყვარსო და განვიცდიო ამას ძალიან და რა ვქნაო არ ვიციო მირჩიეო რამეო რომ როგორ შევიყვარო უფალი ხო და ისე ყოველი შემთხვევისთვის ვკითხე რა ვერც დაუშვებდი რომ იქიდან გამომდინარე რომ ეხლა ვერ ვიცი რომ ყველაფერი წაკითხული აქვს მეთქი სახარება თუ წაიკითხავს მეთქი აღმოჩნდა რომ არ ქონდა წაკითხული სახარება და მე ვუთხარი რომ შედალოცვილ როგორ შეიძლება გიყვარდეს ის ვისაც არ იცნობ როგორ შეიძლება არ იცოდე უფლის ღვაწლი არ იცოდე ვინ იყო სად დაიბადა როგორ იცხოვრა რა სჭამდა რა სვამდა რა განსაცდელები გაიარა რა გვასწავლა რა გადაიტანა ჩვენი გულისათვის რა მსხვერპლი გაიღო და როგორ შეიძლება შეიყვარო გაიცანი და შეგიყვარდება მეთქი უთხარი ესეც მოხდა დამიჯერეთ რა და იცოდეთ რომ თქვენს გაიცანით უფალი შეიყვარეთ იგი ისრაფეთ მისკენ და თქვენს შეასრულებთ და ახასრულებთ იმ თქვენს ღვაწლს და მე უკვე გაგიადვილდება ძალიან რომ რაც უფალმა გითხრა და მოგვიწოდა მიაღწიოთ იმ სრულყოფილებას ყოველ შემთხვევაში ამის სურვილით აინთებით ნამდვილად როდესაც მადლიერების გრძნობა გაგიჩნდებათ ღვთის მიმართ იმის გამო რაც მან თქვენთვის გააკეთა მადლობა მამაო დიდი ზარი არის ეთერში გისმენთ გისმენთ არის მის და თუ შეიძლება ცოტა ხმამაღლა რო გითხრათ გაითიშა სამწუხაროდ მამაო მაინტერესებს ერთი რამ რომ აი ბოლოხანებში დავაკვირდი რომ თუ ადამიანი გიყვარს აი საერთოდ იმის იქით არაფერზე არ მაქვს საუბარი ადამიანი თუ გიყვარს უკვე აი ცოდვას ვეღარ ჩადიხარ ცოდვიდან ჩერდი აი გაჩერეს ფაქტიურად ცოდვების კი ჩემო კარგი სწორედ ამაზე ვლაპარაკობდი ახლა გიორგი რომ აი სწორედ ეს სიყვარული მე მივხვდი საითაც მიქავს შენ ეს შეკითხვა რომ ადამიანის მიმართ სიყვარულიც კი უკვე მუხრუჭია შენთვის რომ რაღაცა ცუდი საქციელისაგან თავი შეიკავო და მით უმეტეს ღვთის მიმართ სიყვარული სწორედ აი ესე ანალოგიურად მოქმედებს და იმიტომ მოუწოდე ყველას სიყვარულისაკენ ღმერთი შევიყვაროთ ყველა რომ აი ეს სიყვარული მოგცემს ჩვენ მერე იმის სურვილსაც და ძალასაც რომ თავი შევიკავოთ ცოდებისაგან და ღმერთს უერთგულოთ
რომელმაც აემხელა მსხვერპლი გაიღო ჩვენი გულისათვის და მაგალითი მოგვცა და გვასწავლა როგორ უნდა ვიცხოვროთ. მე მგონი ეს არის მამაო, გისმენთ? ალო, გისმენთ? გისმენთ. ძალიან გრიან მოვინათლე მამაო. ძალიან კომუნისტურ ოჯახში გავიზარდე, დედა პედაგოგი, მამა პედაგოგი და იქ არ შეიძლებოდა სხვა რამეზე საუბარი. ძალიან მიჭირს ახლა ყველაფრის აღქმა. თუმცა ძალიან მინდა რომ ყველაფერი ისე გავიგო როგორც არის, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. ღმერთი ხომ არის ყოვლის შემქმნელი. აი ეს ღმერთი თვითონ ვინ შექმნა? საიდან მოგვევლინა ღმერთი? ძალიან მაინტერესებს ეს კითხვა. აბლუთ ქალბატონო, აბლუთ. ეს შეკითხვა ჩემო ძვირფასო დაახლოებით იმ ხასიათის შეკითხვაა, რაც წინა ქალბატონის მიერ დასმული შეკითხვა იყო. და რატომ გეტყვით ახლავე? თვითონ ის კითხვა, როდესაც ადამიანს თავში მოსდის, რომ ვინ შექმნა ღმერთი, უკვე თავისთავად არასწორ წარმოდგენას გულისხმობს თავის თავში ღმერთის შესახებ. ღმერთი იმის ღმერთია, ჩემო ძვირფასო ქალბატონო, რომ ის არასოდეს არავის არ შეუქმნია. ღმერთიც რომ ქმნილება იყოს, მაშინ ის ღმერთი აღარ იქნებოდა. მაშინ ის იქნებოდა ღმერთი, ვინც ის ღმერთი შექმნა. ამაშია სწორედ საქმე, რომ ღმერთი არავის არ შექმნა, ღმერთი არის არსი. ღმერთი არის არსება, რომელსაც სხვა არსებისაგან არ მიუღია არსებობა. ის არის თვითონ არსი, ამას თვითონ უფალი ამბობს იოანეს გამოცხადებაში, რომ მე ვარ არსიო. ის არის არსი და თუ კი რაიმე არსებობს დედამიწაზე და ამ სამყაროში ზოგადად, აბსოლუტურად ყველაფერს არსებობა მიანიჭა აი ამ ერთმა არსმა, რომელსაც თავის თავში აქვს არსებობა. აქედან გამომდინარე, ღმერთი არავის არ შეუქმნია ქალბატონო. მე ადრე ერთხელ ვახსენე ამ გადაცემაში მახსოვს, რომ დროც კი თვითონ ქმნილებაა ღვთისა. ღმერთმა შექმნა საუკუნენიო, ესეა ნათქვამი. არ არსებობდა დრო და არსებობდა ღმერთი. აი ესეთი უცნაური რამე. შეეცადეთ ეს წარმოიდგინოთ და თუ ამას წარმოიდგენთ, მე ადვილად მიხვდებით, რომ ღმერთი არავის არ შეუქმნია. ღმერთმა მისცა ყველაფერს დასაბამი. ღმერთი არის საწყისი ყველაფრისა და სასრული ყველაფრისა და თვითონ ღმერთს არც საწყისი გააჩნია და არც დასასრული. ეს ადამიანის გონებისათვის ყოველად მიუცდომელია ქალბატონო და შეეცადეთ რომ რწმენით მოიმართოთ და რწმენით მიიღოთ ეს. რწმენის დიდებულება და სიდიადე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ რწმენით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ და დავიჯეროთ ისეთი რაღაცეები, რაც ყოველად გაუგებარი და ყოველად მიუღებელია ადამიანური ლოგიკისათვის. ადამიანური გონება იმას ვერ მოხარშავს, ვერ ჩაწვდება ვერასოდეს. შეეცადეთ რომ რწმენით მიიღოთ. ჩემი რჩევა იქნება თქვენთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონის ნომერი არ გამომიცხადებია, მაგრამ უამრავი ზარი არის და მივიღოთ თუ შეიძლება კიდე ერთ ზარი. გისმენთ? გისმენთ? ხმამაღლა თუ შეიძლება ჩემო კარგო, არაფერი არის მე სტუდიაში. მაგრამ უამრავი ზარი არის და მივიღოთ თუ შეიძლება კიდე ერთ ზარი. გისმენთ? მოგესალმებით. მოგესალმებით. დიახ, გამარჯობა. ეხლა ისმის? დიახ, ეხლა ისმის. ალო. გისმენთ? არის სამწუხაროდ თუ შეიძლება რომ მამო, აი ადამიანი რომელიც სიტყვაზე აი ესეთ მდგომარეობაში არის, რომ აი სუძიებაში არის რაღაცა და თავისით თუ შეიძლება აი ამის დაშვება, რომ შენით ეძიო ღმერთი და მიაგნო ესე ჭყალებში ვამბობ. აი უბრალოდ ეკლესიის გარეთ ეძიო, იმიტომ აი ქალბატონო ესეთი ის დაბნეული იყო ამ კითხვასთან დაკავშირებით, რომ თვითონ აი ეშმაკმა სადამდე მიიყვანა, რომ იმის შემქმნელს ეძებდა. კი, ხშირად ხდება ესეთი შეკითხვები ბევრჯერ მომისმენია. კი, ჩემო კარგო. კი, ხშირად მე მგონი ისევ ზარია და უპასუხო. დიახ, ზარ გისმენთ? დიახ, გისმენთ. მე გისმენთ ქალბატონო. ეთერში ვარ? დიახ. ალო. გისმენთ ქალბატონო, გისმენთ. ისაუბრე. მოგესალმებით, საღამოშიდობის. მე მამაოსთან მაქვს ესეთი კითხვა. მამაო, საკმაოდ მკვნეული საკითხია.
საკმაოდ მტკივნეულ საკითხს მინდა შევეხო. საკმაოდ მომრავლებულია ასეთი შემთხვევები საერთოდ საზოგადოებაში. ჩვენ ოჯახის წევრი საკუთარ დედმამიშვილზეა საუბარი იმყოფება წვალებაში, ანუ ფაქტიურად პიროვნებამ, რომელმაც სრულიად გაუთიშა მას გონება, რაღაცა სითხეებით, ხსნარებით მან უარყო საკუთარი მშობლები, საკუთარი შვილი, ყველა აბსოლუტურად და ის ასე ვთქვათ, არის გათიშულ მდგომარეობაში, არის ცნობიერება დაკარგული. მე მაინტერესებს შეიძლება თუ არა ასეთ პიროვნებაზე შეკვეთილი წირვის ჩატარება. მე ჩემს ხელს ეს ადამიანი ცოცხალია, ხო, დავაზუსტებ. ცოცხალია, დიახ, ცოცხალია და მან არ ვიცი ამ პიროვნებამ ყველაფერი ეს მწვალებლური რაც შეძლო გააკეთა, რაღაცა მგლის ფეხები დაუდო. ბატონო? ხალბატონო, ის თუ შეიძლება კითხვა მაქვს ესეთი თქვენთან რომ ანუ თქვენ ამბობთ რომ გონება გაფანტულია და უბრალოდ ის სადღაც არის ალბათ ოჯახიდან წასული და ვიღაც ქალბატონთან ცხოვრობს, ხო? დიახ, ქალბატონთან. დიახ, კარგი, ანუ თქვენთვის არის ეს. ვერსია რომ ცხოვრობს, მაგრამ და ეს თქვენი ვერსიაა, ხო და არა შეურაცხადი და გიჟი არ არის, ხო? გიჟი არ არის, არა. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო. ანუ ეს ქალბატონი ამბობს გასაგებია გიორგი, გასაგები აქ არის ლაპარაკი ელემენტარულად უბრალოდ ქალბატონი მოერიდა თვითონ სიტყვა ჯადოს ხმარებას რა. მე მივხვდი აქ რაზეც არის ლაპარაკი, ანუ არის პრობლემა იმაზე რომ თქვა რაღაცა გაუკეთა ჯადო, რომელმაც აურია გონება, აურია გზაკვალი და მე მგონი სწორად მივხვდით ხო ქალბატონის ტკივილს და სატკივერს. ნამდვილად არის მომრავლებული, მაგრამ ქალბატონო შეკვეთილ წირვას რაც შეეხება შეკვეთილი წირვის ჩატარება ნამდვილად არ არის ამისათვის საჭირო და აუცილებელი, იმიტომ რომ შეკვეთილი წირვა ტარდება ხშირ შემთხვევაში და პრაქტიკა მართლმადიდებლური ესეთია რომ ტარდება უფრო ხშირად მიცვალებულისათვის, ამ თქვათ განსაცდელში მყოფი ადამიანისათვის, ისეთი განსაცდელში მყოფი, რომელიც მაგალითად თქვათ ავათარის, თქვათ ფიზიკური, თქვათ რაღაცა ოპერაცია აქვს დაართული, ან გადატანილი, ან გადასატანი, ან რაღაც, აი ესეთ შემთხვევაში, თორე როდესაც თქვათ ესეთ მდგომარეობაზეა ლაპარაკი, აქ შეკვეთილი წირვა არ არის საჭირო. ეხლა გეტყვით რატომ? ეს არის გიორგიმ სწორი შენიშვნა გააკეთა ამ შემთხვევაში, რომ რამდენად ობიექტურად რა ხდება მისულში და რა პრობლემასთან გვაქვს ჩვენ საქმე, აი ეს არის უპირველეს ყოვლისა გამოსაკვლევი. აქ პირველ რიგში საჭიროა რომ ნუ ხა ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ის იქნებოდა რომ თვითონ ამ ადამიანს ყოფნიდეს იმდენი გონიერება რომ თქვა მოძღვარს მიმართოს ან თუ ყავს თვითონ ან თუ ყავდა თვითონ მოძღვარი დაინტერესდეს თქვა მივიდეს დაურეკოს დაეკონტაქტოს რა ხდება ანუ გაარკვიოს რაშია საქმე და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და ესეთ შემთხვევაში დახმარება ოჯახის წევრების მხრიდან იქნება ლოცვა მისთვის პარაკლისის გადახდა შეგიძლიათ შემოგარგო შეგიძლიათ კვეთებულის ლოცვა წააკითხინოთ მოძღვარს რომელსაც ამის ხელმწიფება გააჩნია და ილოცოთ მისთვის და თუ თქვენ შეგიძლიათ თქვა რომ ესაუბროთ და თუ თქვენ ავტორიტეტს წარმოადგენთ მისთვის აუცილებლად თქვენ თვითონაც მიდით და ესაუბრეთ და ელაპარაკეთ და აი ამ გზით თუ შეიძლება რომ მას თქვა გონება გაავნათოთ მაგრამ უპირველეს ყოვლისა კარგად არის გასარკვევი აქ რეალურად ობიექტურად რასთან გვაქვს საქმე იმიტომ რომ შეიძლება სულაც არ იყოს ეს თქვა რაღაცა ჯადოსთან დაკავშირებული და შეიძლება რომ ერთ-ერთი ძალიან დიდი ბოდიშს მოხდით არიან ხოლმე პიროვნებები ესე უბრალოდ თვითონ ოჯახში არის პრობლემა და მას რომ აწყობს იმას აბრალებენ რომ ის დაბრმავდა და თვითონ არ იქცევიან კარგად ხშირად ხდება ასე ხდება ხოლმე რომ ის ადამიანი იქ უფრო გძნობს კარგად თავს ამბროს ამათშია პრობლემა და ამ პრობლემის დანახვა მეც მომსვლია პირადად ეგ რომ სიტყვაზე ჩემშია პრობლემა და სხვას ვაბრალებ და სულ ყოველთვის მაქვს ხოლმე სხვაზე აუ ის ცუდად მოიქცა ამ დროს მე რო გამოსწორდები მე ხვდები ხოლმე სიტუაციას უკვე კი შემოხარგო კი ხშირად არის ნამდვილად ასე მე მინდოდა უბრალოდ დროის სიმცირის გამო ვცდილობ რომ რაღაც მოკლე პასუხები გავცე მსმენელებს და მაყურებლებს და უბრალოდ აი რა ნამდვილად ასეა და მე ჩემი სამდულო პრაქტიკიდანაც ვიცი ეს უჩეშმარიტად ასეა რომ ხშირად თვითონ იმ ადამიანებშია პრობლემა თვითონ აი მაგალითად სოლქმრის ურთიერთობაში არის ხშირად ესეთი შემთხვევები ხო ხშირად მეუღლისგან ვერ ღებულობს ის მეუღლე იმ სიტყვის იმ სიყვარულს იმ ზრუნველობას რაც მას ეკუთვნის მოდი ესე ვთქვათ რა და მერე იწყებს ამის ძებნას უკვე სხვაგან
ვიღაცასთან და ის ვიღაცა ყოველთვის გამოჩნდება ეშმაკისაგან, რომელიც მას თავზე ხელს გადაუსვას, მოეფერება, ანუგეშებს და აი ესეთ დროს მე, როდესაც ვერ ხვდება თვითონ ისა მე განა იმ ადამიანს ვამართლებ, ვინც ამას აკეთებს, მე პირდაპირ ვახსენე კიდევაც, რომ ის ნამდვილად ბოროტისაგან არის და ეშმაკისაგან არის, მაგრამ გახსოვდეთ ჩემო კარგებო, თვითონ თქვენშია უპირველეს ყოვლისა პრობლემა და თქვენში ეძებეთ პირველ რიგში ამ პრობლემის გასაღები. სანამ კითხავთან წახვალთ ჯადოს მოსახსნელად და თუნდაც ასულიერო პირთან კვეთებულის დასაკითხად, უპირველეს ყოვლისა, ხო, უპირველეს ყოვლისა გახსოვდეთ, რომ არანაირ ჯადოს თავისავად ძალა არ აქვს. უპირველეს ყოვლისა თვითონ ერთხელ ერთი ბიჭი იყო ჩემი ახლობელი მეგობარი და როდესაც მისი მეუღლე ფიქრობდა და დარწმუნებული იყო რომ იმ ქალმაო ჯადო გაუკეთაო ასეო ისეო და მე როდესაც ვესაუბრე ამ ბიჭს აღმოჩნდა რომ რან ჯადო თვითონ მივიდა იმ ქალთან თვითონ ცდილობდა მისთვის დაბრუ დაეხვია და თვითონ მოიპოვა და მოინადირა ასე ვთქვათ მე თვითონ სიცილით მეკითხებოდა რომ მამო მოდიო რა ეხლა პირდაპირ კითხაო რა მე მგონი მე უფრო გაუკეთეო იმ ქალს ჯადო ვიდეო ეხლა ჩემი წოდი ფიქრობსო რომ ეხლა იმან ჯადო გამიკეთავდა ხშირ შემთხვევებში ჩემო კარგებო ესე ხდება მაგრამ იმ დროსაც სწორედ მიზეზი ქონდა იმ ბიჭს ისე რომ მოიქცა კიდევ ერთხელ ვიძახ მე არ ვამართლებ არასოდეს ესეც აქციელს მამაკაცის მხრიდან ეს ყოველთვის სისუსტეა მაგრამ ობიექტურად ამას გარკვეული თავისი გამართლება აქვს და ობიექტურად ყოველთვის თქვენში ეძებეთ მიზეზი ჩემო კარგებო უპირველეს ყოვლისა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ნუ ეს ძალიან დიდი თემაა და მე აი ესე დავასრულებ იმიტომ რომ ძალიან შორს აგვიყვანს მამო გარკვეულწილად ხო არ ხდება რომ ის ადამიანი შეიძლება დაუფასებლობის გამო მე უფრო დააფასო და კი ესეც ხდება ხოლმე კი და შეიძლება სწორედ ამ მიზნითაც დაუშვათ გარკვეულწილად ღმერთმა თქვა რაღაცა ის მსგავსი განსაცდელი რომ მე ერთმანეთის ფასი უფრო უკეთ ისწავლონ და უკეთ გაიგონ უფრო მეტად მოუფრთხილდნენ მე ერთმანეთს დაინახონ ის შეცდომები რომელსაც მანამდე ვერ ხედავდნენ და ხშირად ხდება ხოლმე ეს და ხშირად მოხდარა სწორედ რა რომ ბევრი ოჯახი აი ესეთი გადატანილი განსაცდელის მერე თუ კი რა თქმა უნდა დროულად მიმართეს თქვა სასულიერო პირისთან დროულად მოეგენ გონს და თქვა გაბოროტებულებმა და შეძლეს ასე ვთქვა ერთმანეთის მიმართ შენდობა და პატიება ხო თუ ეს მოახერხეს და გადალახეს ეს განსაცდელი ესეთი ოჯახები გაცილებით უფრო მტკიცეა ხოლმე მერე ამას პრაქტიკა აჩვენებს ნამდვილად იმიტომ რომ მერე უკვე იმ ერთხელ ჩადენილ შეცდომას ცდილობენ რომ აღარ გაიმეორონ და აღარ დაუშვან რა აი ასეა ხოლმე და რა ვიცი ახლა შეეცადეთ ჩემო კარგებო რომ ყოველთვის საერთოდ ზოგადად ადამიანის ცხოვრების პრინციპი ქრისტიანის ცხოვრების ესეთი უნდა იყოს რომ ყოველთვის უნდა ცდილობდეს რომ რაც არ უნდა პრობლემა ხდებოდეს მის ცხოვრებაში ეს იქნება მის პირად ცხოვრებაში თუ თქვათ საზოგადოოდ ქვეყანაში მის საყვარელ ქვეყანაში ოჯახში და ასე შემდეგ ყოველთვის უნდა ეცადოს რომ საკუთარ თავში ეძებოს მიზეზები, საკუთარი თავის მიმართ იყოს კრიტიკულად განწყობილი და ეს არის სწორედ ქრისტიანული ხედვა და ეს მოეხმარება მას სწორ ცხოვრებაში რა. დიდი მადლობა მომაო იგი შეიძლება ამისთვისაც უშაი ძალიან წამები არის დარჩენილი იმისთვისაც უშვებს ქალბატონო შეიძლება ღმერთი ამ ყველაფერს რომ თვითონ ეს ქალბატონი და მისი ოჯახი გახდნენ კარგები ხო? რეალსაკვირველია გამოკეთდნენ და მე ის დაუბრუნდეს ისევ კარგს სწორედ ამაზე საუბრობთ ანუ მარტო მასნუდან დაადანაშაულებთ დიდი მადლობა ყველას მინდა მამასაბა ძალიან დიდი მადლობა ესეთი კაიკადებისთვის სულ მოხარული ვარ თქვენი სტუმრობით და თუ შემდეგშიც გვეწევით კიდე გემშვიდობებით იქით აუშაბათამდე საღამოს ხილის სახევარზე მე გახლავართ გიორგი დარასელია და აუცილებლად კიდევ ერთხელ მინდა მოვიკითხო ის ადამიანები ვისაც უბრალოდ უჭირს და რაღაც განსაცდელებში არიან კარგად ზანდებოდეთ